ერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი უპასუხებს ევრონიუს ჟორჯიას შეკითხვებს ის შეერთებული შტატებიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით გიორგი და ძალიან დიდი მადლობა უპირველესად განაცემაში მონაწილეობისთვის. გუშინ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჩვენ თქვით უკვე გადაცემაში, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ განმეორდები, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა დიქტატორი და ზომიერად წარმატებული კომიკოსი და ალბათ ეს და ზოგადად თეთრი სახლის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით გავრცელებული სხვა განცხადებები ბევრისთვის აღმოჩნდა რაღაცნაირად მიუღებელი და მოულოდნელიც მათ შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ ტრამპის ეს რიტორიკა უახლოეს პერიოდში გადაითარგმნოს ამ შემთხვევაში რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში? მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია რომ გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში განსაკუთრებით ეს საყურადღებოა სამხედრო დახმარების შემცირება თუ მოხდა უკრაინისათვის, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ხშირად თქვათ მიმართავს ამ რიტორიკულად ადამიანების ლანძღვას და შემდეგ თქვათ ასევე შეუძლია ეს სიტყვები უკან წაიღოს ან შეურიგდეს იმ ადამიანს. ნათელი მაგალითებია, მაგალითად მოქმედი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელსაც 2015-16 წლებში როცა ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ, უშუალოდ ლანძღავდა და მოგესალმებით დღეს სახელმწიფო მდივნად დანიშნა. ფლორიდის გუბერნატორი, რომელსაც ასევე ამ საარჩევნო ციკლში აკრიტიკებდა, იმიტომ რომ ის მისი მოწინააღმდეგე იყო, როცა დესანტისმა მოხსნა კანდიდატურა, ასევე თქვა რომ მე მას აღარ დაუძახებ უშუალოდ სიტყვებს. ამავდროულად ჩვენ სხვა მაგალითიც გვაქვს, ხო, ჩრდილოეთ კორეა, როდესაც ჯერ ლანძღავდა კიმ ჩენ ირს ტრამპი, შემდეგ ორი სამიტი ჰქონდა მასთან, თუმცა რეალპოლიტიკური და არსობრივი ცვლილება ჩრდილოეთ კორეაში არ მომხდარა, ხო, ჩრდილოეთ კორეა ისევ აგრძელებს იმ დესტრუქციულ ქმედებებს და ისევ ფლობს ბირთვულ იარაღს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საყურადღებო ეს განცხადებები და რას აპირებს ამერიკის პრეზიდენტი. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, სიტუაციაში როგორც ნეგატიურად შეიძლება განვითარდეს, ისე შეიძლება სტატუს კო შენარჩუნდეს, ისე შეიძლება თეორიულად თუ რუსეთმა ძალიან ბევრი მოითხოვა ამ მოლაპარაკებებზე, შეიძლება როგორც ტრამპს ნათქვამი აქვს წინასაარჩევნოდ, შეიძლება მან გააძლიეროს უკრაინა რუსეთზე ზეწოლისთვის. დიახ. და ჩვენ გვახსოვს ასევე ტრამპის განცხადებები, ინაუგურაციამდელი განცხადებები ამ შემთხვევაში ის ამბობდა ამ პერიოდში, რომ 24 საათი დასჭირდებოდა ამ ომის დასამთავრებლად. მოგვიანებით ყველამ ერთად ნახეთ, რომ რიტორიკა იმდენ შეიცვალა, რომ პრინციპში ეჭვები გაჩნდა, ხო, იმის შესახებ, რომ ამერიკამ შესაძლოა რუსეთის ომზე უკრაინაში სრულად მოიხსნას პასუხისმგებლობა. აი, როგორ ფიქრობთ თქვენ, ბატონო გიორგი, წნეხის გაძლიერებას ემსახურება ტრამპის ბოლოდროინდელი რიტორიკა თუ უფრო მეტად ეს არის ფართოგზავნილი ევროპისთვის, იმის თაობაზე, რომ პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები დისტანცირდება იმ ღირებულებებისგან, რაც მას ახასიათებდა მრავალი წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს არის უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებული დინამიკის შედეგი, როდესაც ზელენსკიმ არ მოუწერა ხელი, თქვათ, მინერალების შეთანხმებას და დღესდღეობით ტრამპი თავისი ეგო და ნარცისიზმიდან გამომდინარე, იმიდან რომ ის თვლის, რომ ის ერთადერთია, რომელსაც პუტინი დაუჯერებს და რომელიც შეძლებს ამ ომის დასრულებას, შეიძლება ის თვლის, რომ დღეს როგორღაც ის რუსეთთან ლაგდება და ამ დროს მას ზელენსკი ხელს უშლის. შეიძლება ეს არის ეს თქვათ აზრი და შესაბამისად აქედან მოდის ეს არჩევნების მოთხოვნაც, რომელიც რეალურად არის ზელენსკის მოშორების მოთხოვნა, ხო? და უფრო დამჯერი კანდიდატის მოყვანა. რაც შეეხება გზავნილს ევროპას და ევროპის ჩანაცვლების შესაძლებლობას, ჰუმანიტარულ დახმარების თვალსაზრისით ევროპა თანაბარ თუ არა მეტ დახმარებას უწევს უკრაინას. თუმცა სამხედრო კომპონენტში ამერიკა ჩაუნაცვლებელია. ჯერ ესერთი სამხედრო დახმარების უდიდესი 60% თუ არა მეტი მოდის უკრაინაზე, ეს უკაცრავად ამერიკაზე და მეორე სწორედ ამერიკის ზურგით, ამერიკის ის რო იციან, რომ ამერიკის ზურგი აქვს, ამიტომ თქვა აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნები საკუთარი მარაგებიდან აძლევენ უკრაინას შეიარაღებას. თუ ამერიკის ზურგი მოიხსნება, ამერიკის ნებართვა მოიხსნება და ამერიკის ხარდაჭერა მოიხსნება, ამ ქვეყნებშიც ჭოჭმანი და ორჭოფობა გაიზრდება, დაეხმარონ თუ არა უკრაინას, იმიტომ რომ თუ თქვა ის ფარი, რასაც ამერიკა ევროპისთვის წარმოადგენს მოიხსნა, სხვა გამოწვევები იქნება. ამიტომ ჯერჯერობით მიუხედავად ლაპარაკისა ევროპის არმიაზე, ევროპის ნატოზე,
ამერიკა ევროპის უსაფრთხოებისთვის ჯერჯერობით ჩაუნაცვლებელი სახელმწიფოა. დიახ. და იქიდან გამომდინარე, რომ რესპუბლიკელებს მეტად მკაფიო და მკაცრი პოზიციები ჰქონდათ ხოლმე რუსეთთან მიმართებით, როგორ გონიათ აი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის იდეებსა და ხედვებს უკრაინასთან დაკავშირებით ექნება თუ არა რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა და ამან ხომ არ შეიძლება დამატებით გამოიწვიოს შიდა დაპირისპირება მათ შორის? პარტიები იცვლება დრო იყო დემოკრატები იყვნენ ასე ვთქვათ უფრო რბილები ზოგადად საგარეო პოლიტიკაში მით უმეტეს რუსეთთან მიმართებაში რესპუბლიკელები თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი პარტია იყო დღეს როგორც ვთქვით დემოკრატები უკრაინა-რუსეთის საკითხზე გაცილებით უფრო ქორები არიან რაც შეეხება რესპუბლიკელებს მიუხედავად ტრადიციული რესპუბლიკური ანტირუსული ხაზისა გავიხსენოთ რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ბოლოს 6 თუ 7 თვე უკრაინის სამხედრო დახმარება კონგრესში სწორედ რესპუბლიკელებს ყავდათ მძევლად აყვანილი ან რესპუბლიკური პარტიის იმ ნაწილს განსაკუთრებით ამ ულტრამემარჯვენე ნაწილს რომლის იდეებსაც ტრამპი ახმოვანებს მათ ამ ომის წინააღმდეგი არიან მათ ძლიერად არ უყვართ ზელენსკი და აქვე უნდა აღინიშნოს რომ ტრამპის ანტიპათია ზელენსკისადმი გუშინ არ დაწყებულა მისი პირველი იმპიჩმენტი გახსოვთ ხო ეს ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შედეგი ეგ ზელენსკის ბრალი არაფერი არ არის მაგრამ ეს ეთყობა ტრამპს ხიჭა წინა საარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკის კრიტიკა რომ ის სეილსმენია და მას ჩვენგან ფული მიაქვს მე სკანდალი თუ ნახევრად სკანდალი რომ ზელენსკიმ მიიღო მონაწილეობა პენსილვანიაში კამალა ჰარისის წინა საარჩევნო ღონისძიებაზე შესაბამისად რესპუბლიკური პარტიის ნაწილი უკვე დიდი ხანი ანტიუკრაინულად არის განწყობილი, ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან პროუკრაინულად არის და გამოვიდნენ ეს კონგრესმენები და სენატორები და თქოს რომ არანაირი დიქტატორი არ არის და რუსეთი აგრესორია, მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს ლიმიტი, რაც ინდივიდუალურ კონგრესმენს შეუძლია ტრამპის წინააღმდეგ წავიდეს. ხო? არის თქო სენატში 3-4 ხმა, მოსაც თქო ტრამპის კანდიდატურებს ხმას არ აძლევს, მაგრამ უდიდესი ნაწილი პირველ რიგში ტრამპისტია იდეოლოგიურად ოპორტუნისტული ოპორტუნიზმიდან გამომდინარე და მეორე ასევე ვიცით ბედი იმ ხალხისა რომელიც რადიკალურად ანტიტრამპისტულ გზას დაადგა ეს იქნება და ლის ჩეინი რომელმაც პრაიმერი წააგო და პარტიიდან გააგდეს ეს იქნებოდა ადამ კინზინგერი რომელიც ასევე პარტიიდან გააგდეს შესაბამისად უკიდურესად ტრამპის წინააღმდეგ წასვლა კარიერის დასრულების ტოლფასია რესპუბლიკურ პარტიაში დიახ და თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ მაინც მინდა რომ დავაზუსტო, ანუ აი რა ძალა და რისი ბერკეტი აქვს კონგრესს, აი რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონგრესის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ კი საკითხების დიდ ნაწილში არ დაეთანხმებიან ტრამპის პოლიტიკასა და ხედვებს. თეორიულად კონგრესი უძლიერესი შტოა თეორიულად, იმიტომ პირველი მათ შეუძლიათ კანონი მიიღონ უკრაინის სამხედრო დახმარების მიუხედავად იმისა რომ ტრამპმა შეაჩერა არ შეუჩერებია მაგრამ თეორიულად თუ ტრამპმა შეაჩერა სამხედრო დახმარება კონგრესს შეუძლია გამოყოს ეს ფული და დაავალდებულოს პრეზიდენტი რომ ეს თანხა მიცეს დისკრეცია კი არ მიცეს ნება ანუ პირდაპირ უბრძანოს პრეზიდენტს რომ ეს თანხა მიცეს უკრაინას აქ რა თქმა უნდა ის საკითხია ტრამპი ამას აღასრულებს თუ არა იმიტომ უკვე პრობლემებია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში მეორეა თვითონ როგორც ვიცით კანონია მიღებული რომ ტრამპი ვერ გამოვა ნატოდან სენატის თანხმობის გარეშე შეუძლიათ ეს კანონი განამტკიცონ თქვა სანქციების დაწესება რუსეთისადმი ესეც შეუძლიათ კანონის სახით მიიღონ შესაძლოა არის მაზარი ბერკეტი თუ იქნება ერთიანობა კონგრესში და თუ თქვა ტრამპი ამას ვეტოს დაადებს, აქ უკვე 2/3 თანხმობა იქნება საჭირო ვეტოს გადასალახად. შესაბამისად, რთული და თეორიული პროცედურა არსებობს. რეალურად, რა თქმა უნდა, ხა 2/3 მოგროვდება თუ არა, როცა ძალიან ბევრი კონგრესმენი უბრალოდ ტრამპისტია და ტრამპს არ და ვერ გაუწევს წინააღმდეგობას, ეს უკვე სხვა საკითხია. ბატონო გიორგი, თქვენ თქვით, რომ ტრამპი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ლაგდება პუტინთან. აი, როგორ ფიქრობთ, რა არის ის წითელი ხაზები, რაც ტრამპს აიძულებს, რომ ეს რიტორიკა შეცვალოს? სხვადასხვა წყარო წერს, მაგალითად იმაზე, რომ მოსკოვი ნატოს ჯარების გაყვანას ითხოვს აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე დღეს ისიც ითქვა, რომ მოსკოვს სურს პენტაგონმა ბიუჯეტი შეამციროს. აი, რა შეიძლება იყოს ის, რასაც ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება? ტრამპა განაცხადა, რომ საერთოდ არ განიხილება ჯარების აღმოსავლეთ ევროპიდან გაყვანა და ეს საკითხი არც წამოჭრილა.
და მე მგონია რომ ალბათ ჯერ არ წამოიჭრებოდა, იმიტომ რომ მოთხოვნების ლიმიტი არის, ფინეთი ნატოს წევრია და მაინდა-მაინც ახლა ჩვენ არ გვინახავს რუსების ძალიან დიდი დარდი, რომ ახლა სანქტ-პეტერბურგს საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება სამხედრო ხარჯების შემცირებას, ეს უკვე სხვა მოლაპარაკებების ნაწილია და ეგ თუ მოხდა, ეგ უნდა სიმეტრიული იყოს, მაშინ რუსებმაც უნდა შეცირონ სამხედრო ხარჯები და ეს ზოგადად განიარაღების საკითხია. რაც შეეხება წითელ ხაზებს, სამწუხაროდ მე დღეს ვერ გეტყვით. იმდენად ყოველდღიურად და ქაოტურად იცვლება, რომ მე დიდი სიამოვნებით მინდოდა რომ მეთქვა რომ რაღაცა სუვერენიტეტი, რაღაცა თქვათ შეიძლება წითელი ხაზი იყოს, მაგრამ ამ მომენტისათვის რაც ყოველწამივრად მოდის ინფორმაცია რა და როგორ ხდება, მე ვერ გამოვხატავ ვერ გეტყვით წითელ ხაზებს. რა თქმა უნდა, თეორიულად წითელი ხაზები არის თქვათ ამერიკის ინტერესი, არის ხო ხა უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს წითელი ხაზი, ხა ტერიტორიული მთლიანობა რეალისტები ვიყოთ და ვერანაირი ცეცხლის შეწყვეტა ამ წუთას რუსეთს ვერ აიძულებს დაკავებული ტერიტორიებიდან გასვლას, აქ უკვე სხვა საკითხი შემოდის, ხო? პუტინი თუ არ დაუზავდა უკრაინას და ტრამპს, აქ არის უკვე პუტინის გათვლა შემდეგ 2-3 წელიწადში ვისთვის უფრო სახარბიელო იქნება მდგომარეობა. რუსეთმა მეტნაკლებად ამოქოქა სამხედრო მანქანა, გამოფიტვის ომის მიუხედავად ხო რაღაც 30 თუ 20 კილომეტრით წინ მიიწევს, აქვს თუ არა ტრამპს და ევროპას თავი, რომ 4-ჯერ და 5-ჯერ გაუზარდოს უკრაინას სამხედრო დახმარება, არა მარტო ქაღალდზე, არამედ რეალურად. და მიაწოდოს ეს დახმარება, იმიტომ რომ უკრაინამ რო ეს ომი გადატეხოთ, იქ თვისებრივი და რაოდენობრივი გაორმაგება და გასამაგებაა საჭირო. ამიტომ ეს ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, ტრამპიც და მის გარემოცვა ხედავს, ხო, აწყობს დღეს დაზავება, თუ 2 წელიწადში, თქვათ, უფრო უარეს პირობებში დაზავება. შესაბამისად, ეს ყველა კომპონენტი მოქმედებს. ამიტომ მე ამ წუთას ვერ გეტყვით რა არის წითელი ხაზი ამერიკისთვის და ეს განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო აფერმთარებს ეს წითელი ხაზი რა შეიძლება იყოს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დრო რომ დაგვითმეთ და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში.